დენ რამდენს გამოიმუშავებ თვეში? Გამოიმუშავებდი 30-40,000 დოლარს, ახლა შეიძლება ნაკლებს, იმიტომ რომ ახალი ბიზნესი წამოვიწყე. ხდება ეს მოგიაჟო, დავსინჯოთ. დღეს უნდა შევხვდეთ ჩვენს მეგობარს, რომელიც გამოიმუშავებს თვეში 40,000 დოლარს. ითხოვთ რა საკეთებს ამისთვის. აუცილებლად ჩავწერ მაგას და მანამდე მე მომშივდა და უნდა შევიდე ტიფლისში. ეს არის ბალიზე ყველაზე გემრიელი ქართული რესტორანი. კინკალს და ხაჭაპურს არ შევჭამ, კვებას ვიცავ, ამიტომაც შემოვიფარგლები მარტო ქაბაბით და ჩვენი უგემრიელესი სალატით. Thank you. ასეთი ადგილია. ძალიან ლამაზია, ცოტა ჩაბნელებულია, მაგრამ არა უშავს. ნახოთ მენიუ რა. Sorry, I already ordered by Gojek. Okay. And you want to eat here? Yes. წინასწარ შევუკვეთე სანამ მოვიდოდი. აი Bolts და Glows-ას რო აქვს pick-up-ის ფუნქცია, სანამ მოვიდოდი, ესენი უკვე ამზადებდნენ დრო, რატომ უნდა გავხანგოთ პირველ, როდესაც შეგიძლია დრო დაზოდო. მოვიდა სალათი, ამჯერად არ შემიგვეთია ნიგზით, იმიტომ რომ კალორიულ დეფიციტს ვიცავ. რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია ნიგზით და მაგრად აკეთებენ აქ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სხვა რაღაცა, არა მხოლოდ ნიგოზი. სუნელები. ნუ აშკარად ნიგზით უკეთესია. მაგრამ არც ეგ არ არის ცუდი. ქართული სიმღერები საჯარო ადგილებში, რა ერთი წელზე მეტი არ მომისმენია. Copyright-ი არ მგლიჯოს ახლა YouTube-მა ამის გამო. ძალიან კარგად გამოიყურება. გემოც ძალიან კარგი აქვს, ვიცი ეს კაბაბი როგორიც არის. მოდი გავსინჯოთ. კიდევ ერთხელ გავსინჯოთ. საწაბელი, ნუ აჯიკა ავირჩიე მე, მაგრამ მაინც საწაბელი მოიტანეს. არა უშავს. ალბათ ეს აჯიკა არისო. ბოლო დროს წვერს ბარბერშოპში საერთოდ არ ვიკეთებ, იმიტომ რომ ჩემი დავამუღამე, მაგრამ ბოლო დროს რაღაც გავზარმასდი და უფრო ხშირად დავიწყე ბარბერშოპში სიარული. ძალიან ბევრი ბარბერი ნელა აკეთებს და დროის დაზოგვის პონჩი პირიქით ბარბერშოპში მეზერებოდა წასვლა. სამწუხაროდ თავისუფალი ბარბერები არ არიან. ეს არის ბალის Times Square-ი, რუსთაველი. ყველაზე ცენტრალური ქუჩა და ეხლა არის აი ძალიან თავისუფალი. ეს ქუჩა არის ყველაზე გატენილი ხოლმე, მაგრამ ამ ვიდეოს ჩაწერის დროს აი ჩათვალე რომ საერთოდ არ დადიან ეხლა ბაიკები. აქ ტევა არ არის. ამ ქუჩას ქვია შორტკატი. ეხლა ვფიქრობ რა პრობლემა არის კაცო. ბარბერშოპების მედი რა არის, სხვაგან წავალ. Hello. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არ არის გამასირებული ტოტალიზატორი, არამედ არის ჩვენი მენტორობა და კონტენტის დიდოსტატის კურსი. თუ გინდა ისწავლო სყიდულთუნარიანი აუდიტორიის მოზიდვა ვიდეოების მეშვეობით, მოგწერე Instagram-ზე. რომ გავიგო რა გაინტერესებს, მომწერე პირდაპირ კონტენტი. ამხსენით 1 საათი რა შესჭირდება წველის გაკეთებას. ამას ვაკეთებ სახლში ზუსტად 3 წუთში. ზუსტად 3 წუთში. რაღა ვიდეოს ჩაწერას დაემთხვა. ასე ცუდად ბარბერშოპში წვერი ჩემთვის ჯერ არავის არ გაუკეთებია. არც ერთ ქვეყანაში. აქ არის აუზი, რომელშიც არავინ არ ბანაობს. აქ არის ელისო. მეგონა გეძინა. ყველა მუსიკალე. დასათემი. მეორე სართულზე მე მუშაობ. უმეტესად ჯოისტიკსაც ხედავთ, მაგრამ დამიჯერეთ ახლა მაგისთვის ამცალია და რა თქმა უნდა ჩემს კუთვნილ ადგილს იგავებს ეს ქალბატონი. ისკუ. ამაზე პრინცესა. აქეთ არის მეორე ოთახი. სველი წერტილი. ესეთი ვილა ბალიზე დაგიждდება თვეში $2,000.
ძვირი ეაფია, შენით განსაზღვრე. დუბაიში როცა ვიყავით 2 თვე ნახევარი სტუდიოში ვაძლევდი $2200. არანაირი ცალკე საზინებელი, არანაირი პირადი სივრცე. მხოლოდ ერთი სტუდიო $2200. ისიც არა ცენტრში. ეს არის ბალის ცენტრალური ქუჩა. ჩანგუ ბერავა. ჩანგუ ბრავა. ნუ ინდონეზიელები ბრავას ეძახიან. გაიგე ბისკუშენ. აი ამ ქალბატონმა აგვიწია სტანდარტები და მაგიტომაც ვქირავთ ესეთ კარგ ვილებს. ხო ბისკო? ხდება ეს მაგიაჟი. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, მივდივართ ახლა ჩვენი მეგობრის სანახავად, რომელიც თვეში გამოიმუშავებს $40,000-მდე. შეიძლება $40,000-მდე, შეიძლება უფრო მეტსაც. კითხავთ თავად. ჩემი ამ პატარა სპიჩის შემდეგ გამოჩნდება დენი მოყვება თავის წარმატების ისტორიას, როგორ ავიდა $10,000, $20,000 და $40,000-მდე. მანამდე მე პატარა მოტივაცია მინდა მოგცე. კი დენიც იტყვის, რომ მოტივაციის არჯერა უნდა გაკეთდეს საქმე, როდესაც გასაკეთებელია, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები, შენ მოტივაცია გჭირდება. მოტივაციის გარეშე არ იქნება დისციპლინა. მოტივაცია მოდის სიტყვა მოტივიდან. თუ შენს მოქმედებას არ გააჩნია მოტივი, შენ ვერ გაძლებ დიდხანს. ამიტომაც ჯერ კარგად ფოკუსირდი შენს მიზანზე, ჩამოაყალიბე შენი მოქმედების მოტივი, შემდეგ უკვე გახდი დისციპლინირებული. დენ რამდენს გამოიმუშავებ თვეში? გამოვიმუშავებდი $30,000-40,000, ახლა შეიძლება ნაკლებს, იმიტომ რომ ახალი ბიზნესი წამოვიწყე. და რა საქმიანობ? B2B სააგენტო მაქვს. ჩემი პირველი წარმატებული ბიზნესი კონტენტის სააგენტო იყო. SaaS კომპანიებისთვის გუნდთან ერთად ვეხმარებოდი ანტრეპრენერებს და ტექნოლოგიურ კომპანიებს გრძელი ვიდეოების შექმნას, YouTube ვიდეოების, იმეილების დაგზავნას და პირადი ბრენდის აშენებას. მივედი თვიურ $10,000, მერე $20,000, შემდეგ $30,000 და ბოლოს უკვე $40,000-მდე. მერე მივხვდი, რომ cold outreach-ზე ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა და მივიღე გადაწყვეტილება სააგენტო დამეხურა და მთლიანად გადავრთულიყავი CV აუდიტორიის მოზიდვის სწავლებაზე. მაგარია, სადაური ხარ? ლონდონელი. 2024 წლის ივლისში გადმოვედი აქ, მანამდე მუშაობდი ცნობილ კომპანია Deloitte-ში. software developer-ად. უბრალოდ რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ საკუთარი ბიზნესის აშენება გამომივა. აუბარგდი და დაუჯერე საკუთარ თავს. და რატომ გადაწყვიტე ბალის დატოვებადან? რამდენიმე მიზეზია. პირველი, ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია. არავის მინდა ვაწყენინო, უბრალოდ აქ ხალხი უმეტესად ჩამოდის დასასვენებლად. ეს ნორმალურია, მაგრამ მე არ მჭირდება დარელაქსება. მე ბიზნეს ბოლომდე უნდა ჩავაჭირო. მეორე მიზეზი არის სასაათო ზოლი. დავიღალე დილის 5 საათის ზარებისგან. ჩემი კლიენტების უმეტესობა შეერთებულ შტატებში არიან და ეს ძალიან უღლის. აუცილებლად უნდა ვიყო ამერიკულ სასაათო ზოლთან ახლოს. რომელია შენი საყვარელი სამოტივაციო ფრაზა? სიამდვილეში არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ის მაქვს და არ ვარ დარწმუნებული, რომ წამს მოტივაციის. ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ, რომ გასაკეთებელი საქმე გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, მოტივირებული ხარ თუ არა. მაგალითად, მე არ მიყვარს დარბაზში სიარული. ისე მაგარტანზე კი ხარ. მადლობა. ხო და რას ვამბობდი, ვერ ვიტან დარბაზში სიარულს, მაგრამ ჩემი მიზანია კვირაში 4-5 დღე მაინც ვივარჯიშო. ბიზნესშიც იგივე პრინციპია. მე არ მაქვს მოტივაცია დილის 6 საათზე გავიღვიძო, მინდა მეძინოს. Netflix უყურო. ნათესავმა წინაზე მომწერა, რომ Euphoria-ის მესამე სეზონი მაგარიაო, უყურე უეჭველი. მინდა Euphoria-ს უყურო, Amazon Prime-ს, მაგრამ მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც უნდა გაკეთდეს. ამ მიზეზით მე მოტივაციის წინააღმდეგი ვარ. მე რომ მევლო დარბაზში და მემუშაო მხოლოდ მაშინ, როდესაც მოტივირებული ვარ. ახლა ვიქნებოდი მსუქანი და ღარიბი. კი ბატონო, გეთანხმები, მაგრამ მე მახსოვს სემინარზე ერთი ძალიან მაგარი ციტატა თქვი. ხო, გაიმეორე. ჯადოსნება, რომელსაც ეძებ, არის იმ სამუშაოში, რომელსაც თავს არიდებ. კი, ძალიან მაგარია, ვფიქრობ ალექს ჰორმოზიმ თქვა ეგ. ნებისმიერი ციტატა მიყვარს, რომელიც მხარს მიჭერს. კი მეზახიან workaholics, მაგრამ არ მაინტერესებს, მე მიყვარს მუშაობა. დიდი მადლობა დენ. არაფრის. ესეთი გიჟიკაცია მოკლედ და მოტივაცია არ მევასებო, მაგრამ ისეთი მოტივაცია გასხო, თვითონაც ვერ ხდება მეგონი. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვახშამი წყვილის თუ არა წითელი ღვინით, როგორ ამბობენ? წითელი ღვინის გარაშე როგორ უნდა იყოსო და Facebook რეკლამის გარაშე როგორ უნდა იყოს?
კიტრის. კიტრის და პროტეინების გარეშე. მოგეცა мотиваცია. დენი მოვიდა, დენი წავიდა. დენი ქვია ჩვენს მეგობარს და ძალიან დიდი ხანია პირადად არ შევხვედრიულ ადამიანს, რომელიც ჩვენზე ბევრჯერ წინ არის და ეგრევე სხვანაირი мотиваცია მოაქვს და ხვდები რის ხარჯზეა ამდენად წინ და ძალიან ისეთი ენერგიული ტიპი არის. შეუძლებელია რომ არ გადმოგედოს. გარემოცვა წყვეტს ყველაფერს. თუ არ ხარ იქ სადაც გინდა რომ იყო, ესე იგი არასდროს გარემოცვაში ხარ. სერიოზულად ვაკეთებ ამ ყველაფერს სულ 2 წელიაო. წარმოედგინე. ჩვენზე უფრო ქვემოდან, ჩვენზე ორჯერ უფრო წინ წავიდა 1 წელში ზუსტად. ბოლო 1 წელში. ძალიან მაგარი ინსაიტია რა არის შესაძლებელი და როგორი სწრაფია შესაძლებელი. უნდა გავაძვიროთ ჩვენი პროგრამები.